ციხე ტროტუარზე დგომის გამო ოცნების სასამართლომ ლევან ჟვანიას 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აქტივის ხელბორკილები დარბაზშივე დაადეს. მანამდე მოსამართლემ იმსჯელა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის ეგრეთ წოდებულ ბრალზე და საქმე შეწყვიტა. დღესვე უნდა გაირკვეს გაუშვებს თუ არა ოცნების სასამართლო ციხეში ნეტგაზეთის რეპორტიორს და სტუდენტს. მარიამ ძიძარიას ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო გზაზე გადასვლას ედავება იმ დროს, როდესაც ის შაბათის ტრადიციულ მარშს აშუქებდა და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. დღის განმავლობაში ტროტუარზე დგომისან გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით საქალაქოში რამდენიმე დემონსტრანტის საქმის განხილვაა დაგეგმილი. მიზივე კუა უერთდება ფორმულას ეთერს საქალაქოდან. დიახუკა რეჟიმი განაგრძობს მოქალაქეების პროევროპულად განწყობილი ადამიანების გასამართლებას მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამო, რომელსაც ისინი უკვე 450 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე გამოხატავენ. არც თერმოდელი დღე იქნება გამონაკლისი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოსამართლეები არაერთ მოქალაქეს გამოუტანენ გადაწყვეტილებას, გამოაცხადებენ მათ საქმეზე გადაწყვეტილებას და ცნობილი გახდება თუ რა განაჩენს გამოუტანენ მათ მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგომის გამო. საუბარს დავიწყებ პირველი გადაწყვეტილებით, რომელიც მოვისმინეთ, ლევან ჟვანიას 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო. მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მოქალაქე გაუშვა პატიმრობაში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის იდგა რუსთაველის გამზირზე. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ის რომელიმე ადამიანს უშლიდა ხელს გადაადგილებაში. ადვოკატი ამბობს იმას, რომ ცხადია ეს გადაწყვეტილება იყო არაკონსტიტუციური და შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი. ესულება ზოგადად ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე ადამიანისთვის უფლებების და თავისუფლად პროტესტის გამოხატვის უფლებასაც. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, გიორგი თარხნიშვილს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რუსთაველის გამზირზე, მოსამართლემ შეუწყვიტა საქმის წარმოება და ის სრულად გაამართლა ამ კონკრეტულ ბრალდებაში. გიორგი ნიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას ამ ყოველფრის მოოდინი ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ რიგ შემთხვევებში ვნახეთ მსგავსი გადაწყვეტილებები მოსამართლეების მხრიდან, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კადრებშიც კი ჩანს ნათლად, რომ ეს მოქალაქეები და ეს ადამიანები ნამდვილად ასრულებდნენ რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, ლილე შუკვანის პროცესი გადაიდო, რომელიც არის ასევე ჟურნალისტი და ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რუსთაველის გამზირზე. პალიტრენიუსის ჟურნალისტის პროცესი მოსამართლემ გადადო უვადოდ და შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებების გამოტანა სთხოვა, თუმცა ლილე შუკვანს აქვს იმის მოუდინი, რომ შესაძლებელია მის მიმართაც შეწყდეს საქმის წარმოება, რადგან ისიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რუსთაველის გამზირზე და ჩვენ დღესაც ვნახეთ მსგავსი შემთხვევა, რომ მოსამართლეებმა ეს ყველაფერი გაითვალისწინეს. ეს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, ევროსასამართლოს პრაქტიკას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასაც და ესე იგი როვერი პოვეს რაღაც რელევანტური გადაწყვეტილება იმის, რა ქვია, ევროპის სასამართლოს, არა და ჩვენ ყველა რელევანტური გადაწყვეტილება დავუსახელეთ პროცესზე. ახლა ყველაზე ახლოს დგომი ამ შემთხვევასთან არის 20 წლის წინანდელი საქმე ოი ატამანი თურქეთის წინააღმდეგ. ხო და როვერი პოვეს და რომ არც გვიპასუხეს, შემდეგ რაღაც მისისიპის შტატის რაღაც კანონი ესე იგი მოიშველიეს და ისიც არასწორად და ისიც არარელევანტურად, ესე იგი მათი წარმოდგენით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმებულია მანიფესტაციის თავისუფლება. შემიწყვიტა ეს საქმე და ასაბუთავ მაკარაძემ იმით, რომ ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არისო, რა თქმა უნდა, მაგრამ წარმოდგენილ მასალებში ჟურნალისტულ საქმიანობას აწარმოებდითო და რა თქმა უნდა ამას სასამართლო ითვალისწინებსო და გაუქმა საქმე. თავისთავად, როცა ჩემივე კადრი, რომელიც გამომიგზავნა შესასვლელს, იქ მკვეთრად ჩანს, რომ თავზეც მაწერია პრეს, ტანზეც მაწერია, წელზეც მაწერია, ორი ბეიჯი მიკიდია, იქ ერთი ჩანს, მაგრამ ხელშიც აპარატურა მიჭირავს ერთი მიკროფონებით, განათებებით და ჯოხით. ყველაფრით ჩანს, რომ პრესის წარმოადგენელი ვარ და მაგ შემთხვევაში მაინც რატომ გამომიგზავნეს ეს არ ვიცი, მაგრამ ესე მოხდა როგორც მოხდა. ზუსტად იმ ვიდეოშიც კი, რომელიც წარმოადგენს მტკიცებულებად, იქაც ჩანს, რომ ადამიანი სურათებს იღებს და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ ჟურნალისტების მიზნად წამოიწყო ეს საქმე, თუმცა სასამართლოში ამ სტანდარტის სასამართლოშიც კი ალბათ შეუძლებელი იყო იმის დამტკიცება, რომ ადამიანი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმიტომ რომ ცხადი იყო ყველაფერი და კარგი იქნება თუ
სასამართლოები გაითვალისწინებენ სხვა საქმეების, აქტივისტების და ჩვეულებრივი მოქალაქეების საქმეებიც იმ გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს ხოლმე რომ ადამიანები არანაირად გზას არ კეტავენ, არავის არ უღობავენ გზას და უბრალოდ თავიანთი შეკრების უფლებებით სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, იგივე მოსამართლეები უშვებენ პატიმრობაში სრულიად მშვიდობიან პატრიოტ ადამიანებს. სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი კიდევ 5 მოქალაქის საქმის გადაწყვეტილების შესახებ, თუ რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე ამ მოქალაქეებს მხოლოდ პროტესტის გამო რუსთაველის გამზირზე. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ეს მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ ყოველჯერზე იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს პროტესტის დასრულებას რუსთაველის გამზირზე, ცდილობს მოქალაქეების შეშინებას, გაჩუმებას და შესაძლებელია ამ მოქალაქეებს საერთოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დაეკისრონ. არც ერთი მათგანი არ გაჩუმდება, არ გაჩერდება და ბრძოლას განაგრძობს ბოლომდე, მანამ სანამ თითოეული სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება.